გამარჯობა 21 ეპიზოდს ცოტა განსხვავებული გარემოდან გთავაზობთ. მე და ჩემი ქმარი ვართ ამაზონის ჯუნგლებში რეტრიტზე. ამაზე ცალკე მოგიყვებით და აქ რა თქმა უნდა წამოღებული მაქვს ჩემი დღიური და დღეს წერდი როგორია სამსახურის გარეშე ყოფნა. მერე გადავთვალე და ზუსტად 568 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს სამსახურში ვიყავი და მინდა რომ გაგიზიაროთ რა შეიცვალა, რა სიახლეებია, რადგან ვფიქრობ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ეს იყოს ინსპირაცია, რადგან ვფიქრობ რომ ბევრი ადამიანი არის დღეს კრიზისში, პროფესიულ კრიზისში, ჩემსავით, ანუ მე როგორც ვიყავი, რადგან ხშირ შემთხვევაში საქართველოში პროფესიები გვაქვს არჩეული ჩვენი გარემოდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად 18 წლის ასაკში და ასე ვთქვათ, ძირითადად ქართველებს არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ჯერ დავფიქრდეთ რეალურად რა გვინდა და მერე დავიწყოთ კარიერის შენება. ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, მე ვარ ელენე და დღეს გიზიარებთ როგორია 568 დღე უსამსახუროდ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან დასვენებული ვარ და ძალიან დაღლილი ვიყავი. ბოლო 6 წელი არ მქონია შვებულება, რადგან მუშაობდი ორ სამსახურში და ყოველთვის მქონდა ხოლმე ასევე სხვა პატარ-პატარა პროექტები და შესაბამისად ჩემი გადაწყვეტილებით არ დამისვენია 6 წელი და მეგონა რომ ეს ნორმალური იყო და ერთი კვირადღე იყო საკმარისი ძალების აღსადგენად. აღმოჩნდა რომ ეს ესე არ არის. და თითქმის წელიწად ნახევარი ვისვენებ იმ სტრესისგან და გადაღლილობისგან და სწრაფი ტემპის მუშაობისგან, რაც მე მქონდა კარიერის ბოლო 6 წელში. თუმცა დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დასვენებული ვარ, აღვიდგინე ძალები და მომავალში ვიცი, რომ არ მექნება ამხელა უარდადეგებოდა შვებულების გარეშე პერიოდები და როცა ჩემი ორგანიზმი და გონება მიკარნახებს, რომ უნდა დავისვენო, აუცილებლად დავისვენებ. შესაბამისად, გირჩევთ, რომ გადახედოთ თქვენს გრაფიკს და იყოთ გონიურულები, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, არც ერთი სამსახურის და პროექტის და სხვისი მიზნების გამო არ ღირს საკუთარი თავის გადაწვა. დასვენებამ გამოიწვია ის, რომ ჩემი სხეული, გონება, სული რაღაცნაირად გაერთიანდა და სამივე სინქრონულად ერთად მუშაობს. ადრე ცალკე ვითარდებოდა სხეული, ცალკე იყო გონება, სულს საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევდი და დღეს ძალიან ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. ზუსტად ეს დამეხმარა იმაში, რომ მეპოვნა ჩემი ცხოვრებისეული მოწოდება და ამან გამიმარტივა ის გზა, რაც გავიარე მე რეალურად ცხოვრებისეული მისიის საპოვნელად. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიური სამუშაო რითმი მქონდა და იმ სამსახურებში, სადაც მე ვმუშაობდი, გლობალური მოვლენები ახდენდა გავლენას, მუდმივად ჩართული ვიყავი ამ ნეგატიური ინფორმაციის, ასე ვთქვათ, წყაროებთან ურთიერთობაში და სულ მინდოდა, რომ ცოდნოდა ვინ გაიმარჯვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოღონდ იმ წამს სანამ გამოცხადდებოდა, ან წინასწარ ეგზიტ პოლები სანამ იქნებოდა რა ომია, როგორ არის, ფინანსებში რა ხდება, ეკონომიკაში რა ხდება, JP Morgan-ის სიომრე თქვა და ასე შემდეგ. მოკლედ, ყოველ დღე ინტენსიურად ვიღებდი ინფორმაციას, რომელიც რეალურად მე არ მჭირდებოდა, ჭირდებოდა ჩემ სამსახურს, რომ გამეკეთებინა ანალიზი, ანალიტიკა და ასე შემდეგ და დღეს თავისუფალი ვარ მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ინფორმაციული წყაროებისგან და ვიღებ ინფორმაციას, რომელსაც მე ვირჩევ, რომ ავიღო. ასევე ძალიან ბევრი ტოქსიკური ადამიანი აღარ არის ჩემს ცხოვრებაში. როცა მუშაობ 1200 კაციან, 5000 კაციან კორპორაციაში, შენ იმის ფუფუნება არ გაქვს, რომ შენი გემოვნებით აარჩიო, რომელი დეპარტამენტის უფროსთან გექნება ურთიერთობა და რომელთან არა. ეს იწვევს კომპრომისებზე წასვლას, ესე ვთქვათ, ხშირად უნდა თქვა კი იმაზე, რაცაც გინდა რომ თქვა არა, უნდა გაიღიმო, როცა არ გეღიმება და დღეს ჩემი ცხოვრება შედგება იმ ადამიანებისგან, მე ვინც მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ და შესაბამისად ტოქსიკური ადამიანების ადგილი აღარ არის ჩემს გარშემო და ესეც ძალიან დამამშვიდებელია. საერთოდ აღარ ვარ თითქმის გაღიზიანებული, თუ ყავა არ დავლია და მე ყავის ნაბახუსებზე არ ვიყავი, ანუ არ ვარ გაღიზიანებული, აღარ მაქვს ფოთვები,
ვიძინებ ადრე ვიძინებდი 2 საათზე, პირველ საათზე, იმიტომ რომ გვიან საათებშიც მუშაობდი და თან 11-ზე რომ ვჩებოდი მუშაობას, მეგონა რომ ცხოვრება ამაში ხო არ უნდა გავიდეს და ვიწყებდი ონლაინ შოპინგს, თვალიერებას, უაზროდ ეს იმპულსური გადაწყვეტილებებით ვყიდულობდი რაღაცაებს, რომ შემევსო ის დანაკლისი რეალურად რაც მქონდა ცხოვრების სხვა ასპექტებში, როგორიც არის ოჯახთან ჯანსაღი ურთიერთობა, მეგობრებთან სიღრმისეული ურთიერთობა, საკუთარი თავის მოვლა, განვითარება და რაღაცნაირად ეხლა ყველა ასპექტი ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად დაბალანსებულია და მათ შორის კარიერის შენებაც, იმიტომ რომ ესე არ მინდა გამომივიდეს, რომ სამსახურიდან წამოვედი და ეხლა 10 სტეკი ვარ და არაფრის კეთება არ მინდა. არა, ესე არ არის. მე უკვე ვსწავლობ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის და კოუჩინგის განხრით და ამ ხრივ ვავითარებ საკუთარ თავს და საკმაოდ დიდი გეგმები მაქვს ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე ჩემს აუდიტორიას და ქართველ ქალებს რაც სჭირდებათ აქედან გამომდინარე მივყვები ამ ჩემ გზას ვერ ვიტყვი რომ ნელა საკმაოდ სწრაფად თუმცა მე ასევე შემიძლია რომ ჩემ ქმართან ერთად შაბათ-კვირას წავიდე ქალაქგარეთ და დავიშვენო და ინტერნეტზე არ მქონდეს წვლემა და არ ვიქნები დაძაბული. ასევე გამიჩნდა ბევრი ახალი ინტერესი, დამიბრუნდა ძველი ინტერესები. მე მუდმივად ვკითხულობდი წიგნებს უამრავს ძალიან დიდი რაოდენობით და ყოველთვის მიყვარდა ესე ვთქვათ მე ანალიზი იმის თუ რასაც ვკითხულობდი, ყოველთვის წერდი დღიურებს, პატარ-პატარა მოთხრობებს, ჩანახატებს ვაკეთებდი, კვლევა მიყვარდა, მაგრამ ჩემს სამსახურებთან ერთად ეს ყველაფერი არ იყო თავსებადი. ეხლა კიდევ რაც ჩემი ესე ვთქვათ კორპორატიული კარიერა გადავდე მარცხნივ, ყველაფერი ჩემთან ცხოვრებაში შემოვიდა, 10 წიგნს ვკითხულობ ერთდროულად, 10 წიგნის ანალიზს ვაკეთებ, დღიურს წერ 1 2 3-4 სხვადასხვა მიმართულებით მაქვს დღიურები ძალიან გახარებული ვარ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში YouTube და ბლოგინგი აქტიურად და ის რომ მე დღეს თქვენ კვირაში 2 ვიდეოს გიტვირთავთ აბსოლუტურად არის ჩემი ახალი ცხოვრების წესიდან და რეჟიმიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ჩემს მოწოდებასთან სინქრონიზდება ადრე YouTube-ზე ატურთვის დრო კი არა YouTube-ის ყურების დროც არ მქონდა თუ არ შეეხებოდა ეკონომიკა, ფინანსები, პოლიტიკას და ბლოკჩეინს და დღეს კიდევ იმის დროს მაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პოდკასტი მოვისმინო თვითონ ვისწავლო როგორ ვიყო კარგი იუთუბერი რომ ხარისხიანი კონტენტი შემოგთავაზოთ და ზოგადად ყველაფრის დრო მაქვს რაც კი მაინტერესებს და არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა რომ პანამაში ვცხოვრობ და 9 საათიანი ესე ვთქვათ დაშორება მაქვს საქართველოსთან დღეს უფრო ღრმა და შინაარსიანი ურთიერთობები და კომუნიკაცია მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან, ჩემს მეგობრებთან, იმიტომ რომ ადრე საქართველოს შეიძლება თვეები გასულიყო და უბრალოდ ზედაპირულად მომეკითხა რა შვები, როგორ ხარ, იმიტომ რომ საერთოდ ახლა არ მეცალა რომ სიღრმეებში შევსულიყავი და თურმე ეს ჩემთვის ძალიან საჭირო იყო იმისთვის რომ თავი ბედნიერად მეკსნა და თითოეული ზარი რომელსაც ესე ვთქვათ დედაჩემთან ან მამაჩემთან განმოხორციელებ გუგას ოჯახის წევრებთან, ჩემს მეგობრებთან ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს და აი ადრე კიდევ სულ გადადებაზე ვიყავი, აი რომ მირეკავდნენ შეიძლება გავღიზიანებულიყავი, რომ რა დროს მირეკავს ახლა არა და საღამოს 8 საათია და მეუბნება რომ წამოდი კაფეში წავიდე ციტყვაზე ჭამოთ ან რაღაც გავაკეთოთ ან გავისეირნოთ და მე არა ახლა უნდა ვიმუშაო ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი ხანდახან ვფიქრობდი რა არის ეს ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები უსაქმურები არიან ამ საღამოს 8-9 საათზე გარეთ რომ ეპატიჟებიან და აი დაუბრუნდი ნორმალური ცხოვრება როგორც უნდა იყოს და ჩემი ცხოვრების ტემპი ვიტყვი რომ შენელდა კი არ შენელდა დაუბრუნდა იმას რაც უნდა იყოს იმიტომ რომ ადრე იყო ისეთი სწრაფი რომ ერთ ამოსუნთქვაში გადიოდა კვირა და თვე რა სეზონი იყო საერთოდ რა ხდებოდა ჩემ გარშემო ვერ ხვდებოდი ამ ყველაფერს და დღეს დრო ნელა კი არ გადის, ესე ვიტყოდი რომ შინაარსიანად გადის, ყოველ საათს ვგრძნობ როგორ გადის, ყოველ დღეს, ყოველ კვირას, ყველა დღე მიყვარს ერთნაირად. რა თქმა უნდა, ვიყავი მთელი კვირა ორშაბათი როგორც კი დაიწყება და
კვირა დღის მოლოდინში, იმიტომ რომ მე შაბათს საღამოს 11 საათამდე ვმუშაობდი და კვირა დღე იყო ჩემთვის რაღაც არაფრის კეთების დღე, დავწვებოდი და არაფერს არ ვაკეთებდი, ან მაქსიმუმ იმპულსური გადაწყვეტილებებით რაღაცაები შემეძინა, რომ ჩემი სიცარიელე შემოსვა და ეხლა საერთოდ აღარ არის ჩემი ცხოვრება ეგეთი. ჯერ ერთ-ერთის დავიწყე ადრე დაძინება, ადრე გაგვიძება, მაგვიძარა, საერთოდ არ ვხმარობ, არ მჭირდება, ადრე კიდე სულ სნუს, ვერ ვიღვიძებდი, იმიტომ რომ შინაგანი мотиваცია არ მქონდა გაგვიძების და ეხლა კიდევ ვიცი რომ ისეთი ბედნიერი ვარ მარტო იმ ფაქტით რომ გავიღვიძე და კიდევ ერთი ამხელა 24 საათიანი დღე მომეცა იმისთვის რომ საკუთარი თავი განმოვითარო, ახალი ინფორმაცია მოვიძიო, გაუზიარო ხალხს, რაღაცა სიკეთე შევქმნა, სარგებელი შევქმნა სამყაროში, რომ დილიდან, ესე იგი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და ღამეც ხანდახან მენანება ადრე დაძინება, იმიტომ რომ მიყვარს რომ ბევრი ვისწავლო და რაღაც ესე ვთქვათ, სულ რაღაცის ძიებაში ვიყო, მაგრამ ხვდები რომ ადრე თუ არ დავიძინო, მეორე დღეს ეფექტური არ ვიქნები. ანუ ჩემს ჯანმრთელობაზე და მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ბევრად უფრო ვზრუნავ ეხლა, რაც სამსახურში აღარ ვმუშაობ. ამას დაემატა ის, რომ როგორ დაემთხვა, არ ვიცი, ეხლა ვერ გეტყვით, რომ დიდი მსმელების სამსახურები მქონდა, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ალკოჰოლს საერთოდ აღარ ვსვამ. 2 წელია ალკოჰოლი აღარ დამილევია. ეს შეიძლება სამსახურს პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ იმას კი უკავშირდება, რომ ვისტრესებოდი მთელი კვირა და შაბათს საღამოს ველოდებოდი ალბათ, რომ მეგობრებთან ერთად დამელია, მოვდუნებული ყავი, სტრესი მომეხსნა, რაღაცა ენერგიები მიმეღა, თუმცა რამდენად ალკოჰოლი დესტრუქციული იყო, მაგაზე აღარ ვფიქრობდი. მოკლედ, ალკოჰოლისგან გამთავისუფლდი. 2 ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა კიდე, რომ როცა ვმუშაობდი, რაღაცნაირად აი ავტორეჟიმზე ვიყავი და ძალიან პრაგმატული ვიყავი და ვერაფრით ვერ ხვდებოდი სად დაიკარგა ჩემი კრეატიულობა. აი ვეღარ ვგრძნობდი ჩემ კრეატივს, თითქოს საერთოდ გათიშული ვიყავი მაგნაწილისგან. ეხლა კიდე მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არ მეხერხება, ხატვა არ მეხერხება, მე მგონი სახში მომღერალიც ვარ, მხატვარიც ვარ. ანუ ყველაფერი მინდა რომ გავაკეთო და შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მაგრამ ანიმაციებს ვაკეთებ. ჯერჯერობით არ გამომდის, იმიტომ რომ ჩემი გრაფიკული დიზაინერის დონე ძალიან დაბლაა და ხელოვნური ინტელექტისაც არ არის ძალიან მაღლა, ამიტომ არ ვარ თანხმდებში, მაგრამ უამრავი იდეა მაქვს, იდეების ფაილი მაქვს, სადაც ვწერ, რა მინდა გავაკეთო, როგორ მინდა გავაკეთო და მე ვფილტრავ, რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის გაკეთება არ შემიძლია და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე, რომ არც მნიშვნელოვანია, მაგრამ ვგრძნობ, როგორ უბრუნდები საკუთარ თავს, ინტუიციას და რა თქმა უნდა, კრეატიულობას. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ალბათ ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან გაუხარდებათ, არის რომ საერთოდ დაშვებაც კი არ მქონდა, რომ მე მინდა მყავდეს შვილები. ამაზე არასდროს არ ვფიქრობდი, რომ მეკითხებოდნენ, პირიქით პასუხი იყო, რომ არ მინდა, იმიტომ რომ მთლიანად შეწოვილი ვიყავი კარიერაში. ახლა კიდევ ვფიქრობ, რომ თუ ღმერთი გვაძლევს იმის საშუალებას და ყველანაირ პირობას, რომ ყავდეს შვილები და აღზარდოთ კარგი შვილები, განსაკუთრებით, როცა გვერდში ყავს საყვარელი ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს და ყველაფერში ხელს გიწყობს და უნდა რომ განვითარდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაჩინოთ შვილები, იმიტომ რომ ის პროპაგანდა თითქოს რომ მოსახლეობა ძალიან ბევრია, დედამიწაზე და დედამიწა გადაივსო არის ტყუილი, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ამ ინფორმაციას ჩაეძიოთ, რეალურად დედამიწის მოსახლეობა არის ბევრი, მაგრამ იმის ხარჯზე რომ მოსახლეობა არის მოხუცებული და ახალგაზრდების რაოდენობა იკლებს, განსაკუთრებით ევროპის რეგიონში და ჩვენს რეგიონშიც. ამიტომ ეს დედობრივი ინსტინქტები და ესე ვთქვათ, რაც უკავშირდება შვილების ყოვლის სურვილს, ნამდვილად მოვიდა ჩემთან ერთად, როცა შევიგრძენი ცხოვრება რა კომპონენტებისგან შედგება და რომ ის არ არის მარტო კორპორატიული სამსახური და კარიერის შენება. მე ხა არ მინდა რომ რაღაც ისე გამომივიდეს, თითქოს მოგიწოდებთ, რომ დღესვე წამოდით სამსახურიდან. ამას ვერაფრით ვერ გეტყვით. დღესვე მეც ვერ წამოვიდოდი სამსახურიდან. გულისხმობ იმას, რომ კოვიდი რაც დაიწყო, იქიდან 3-4 წელი ქვეცნობიერის თუ ცნობიერის დონეზე მე ვგეგმავდი ჩემს წამოსვლას. დავიწყე რამდენიმე, ესე ვთქვათ, გარე პროექტი, რომელიც არ უკავშირდებოდა ჩემს ძირითად საქმიანობას, იურისტობას და თავის სხვადასხვა სფეროში. გავაკეთე დანაზოგი და მხოლოდ ამის შემდეგ წამოვედი, თორე ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულებები, ვიღაცას მეტი, ვიღაცას ნაკლები და ესე
ჰოპ და წამოდი არ შეიძლება. თუმცა ვფიქრობ, რომ თუ თქვენი კარიერით არ ხართ კმაყოფილები, არ გსიამოვნებთ, რასაც აკეთებთ, დროა რომ მოემზადოთ პაუზისთვის, იმიტომ რომ არასდროს არ იქნებით ისეთი ახალგაზრდა, როგორიც დღეს ხართ. და შეიძლება ხვალ ინანოთ, რომ დღეს არ განახორციელეთ რაღაც ცვლილებები და მეტი დრო არ დაუთმეთ საკუთარი თავის და მოწოდების პოვნას. სულ ეს არის ალბათ დღეს რაც მინდოდა მეთქვა, თან ჯუნგლებში ძალიან ნესტია და გუგასაც, რომელიც არის ოპერატორი ამ შემთხვევაში, ძალიან ცხელა. ახლა უნდა დავბრუნდეთ უკან ჩვენს retreat center-ში, გავიაროთ ტყე, გისურვებთ ბედნიერებას, დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან გქონთ თუ მოგწონთ ესეთი გარემოდან ვიდეოების ჩაწერა, იმიტომ რომ ვცხოვრობთ პანამაში და ჩვენ გარშემო არის 2 ოკეანე, ჯუნგლები, კუნძულები და რაღაცნაირად გამოვალ ჩემი კომფორტის ზონიდან. თან ჩემს ქმარს ძალიან უყვარს რომ გარეთ ვიაროთ და ესე ვთქვათ თავგადასავლები ვქონდეს და შემიძლია ესეთი გარემოდან შემოგთავაზოთ ხოლმე ეპიზოდები. დროებით